ცივი მარადიული სილამაზე თითქოს უგულვებელყოფდა დღემოკლე ადამიანს მისი განცდებითა და გრძნობებით. ამ უდაბურ სივრცეში მდინარის ახლად მოთოვლილ ყინულზე მიდიოდა 14 ქალი, თუმცა ქალი პირობითად თუ დაერქმეოდა უცნაურ მაჯლარჯუნებს, არც სიტყვა მიდიოდა უდგებოდა მათ უნიათო ბაჯ-ბაჯს ყინულზე. გარედან ქალებს დაბამბული, გაპოხილი, გამოხუნებული ბუშლატები ეცვოდა ასეთივე შარულები. მესამე ვადისა ერქვა ამ სხვის ნაცვამ ტანსაცმელს, რომელიც უკვე მესამე ხელში გადადიოდა სახმარად. ხოლო შიგნით ტანზე ვინ აღწერს იმას, რაც ამ ქალებს ტანზე ეცვათ ან შემოხვეული ჰქონდათ. პერანგები, კაბები, ქვედატანები, ზედატანი, ჟაკეტი, მოსახვევი, პირსახოცი, ფერადფერადი კონკები, ყველაფერი, რაც კი გაბადია და რაც კი შეიძლება ჩაიცვა ან შემოიყვიო. ძნელი ასატანია 40 გრადუსიანი ყინვა, როდესაც თოვლის ისე მოყინულია, რომ ყოველ ნაბიჯზე წყარუნი გააქვს. კიდევ უარესი უცებ ურგა თუ დაუბერავს და პირველ დაბერვაზევე უკან ჩაგიბრუნებს სუნთქვას, მაშინ ქარის სუსხი ძვლებამდე ატანს და უბეში სათუთად შენახული პურის ნაჭერიც კი იყინება და გემოს კარგავს. თავზე ჩამოცმულ დაბამბულ ქუდებზე ქალებს ზემოდან კიდევ მოსახვევები და შალები შემოეხვიათ, ხოლო წელზე შემოჭერილ მსხვილ თოკში გაჭრილი ჰქონდათ ცული ან დანა. ისე წელის პირობით ცნებად უნდა ჩაითვალოს, რადგან ამ შეჯაჯულ სხეულში წელის სხვა ნაწილისაგან გარჩევა თვით პატრონსაც გაუჭირდებოდა. ჯოჯოები ძლივს მიაბოტებდნენ ნავისოდენა თექურებით. რით უნდა გაგვევსო ეს ნავები, რაც უნდა ბევრი კონკი და ქაღალდი შემოგვეხვია, ფეხზე ვერ გაავსებდი. ეს იყვნენ ქართველი ქალები, ყველა ახალგაზრდა 25-დან 35 წლამდე.